დიახ, გამარჯობა. იმიტომ გირეკავთ, რომ უბრალოდ გითხრათ, რომ ყველაფერი რიგზეა ტრასაზე და იცოდეთ, რომ მე ვაკონტროლებ ყველაფერს და რავი. ერთი სიტყვით არ ინერვიულობთ არაფერზე. რა ხონდის? მოგესალმებით ჩემო ოქროებო, მოგესალმებით და აი მესამე ეპიზოდი ტურნესიც დაიდო. ვიცი რომ სულ მოუთქმელად ელოდებით წინა ტურნეს ფინალი როგორიც იყო აი მის გაგრძელებას. რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ ვიდრე დავიწყე პირველ რიგში მადლობები მინდა ვთქვა. ეს არის ჩემი ორი მეგობარი კომპანია, გარაჟი 31 და M-Custom Parts. მადლობა მათ, კიდევ ერთხელ ვიძახი გვერდში დგომისათვის, ძმობისათვის და ასე შემდეგ. აი ამ ადამიანებს დონაციისათვის უღრმესი მადლობა თქვენ. ჩემ ლაგის უღრმესი მადლობა გვერდში დგომისათვის. ვიცი რომ აი ამ მომენტს ელოდებოდით. ვიცი გაინტერესებთ რამდენად მდიდარი გახდა ვარდოსანი. შეუძლია ჭამოს ნესვი ყოველ დღე. შავი ხიზილა ფანჯრიდან დაინახოს. და აი თქვენ ნახავთ რამდენი მოვიდა. მილიონერი ვერ გავხდი, მაგრამ 6 ევრო მოვიგე. 6 ევროც წინ წავიწიე, მაინც საქმეა. ერთი მომენტი მეგონა რაღაცა 75,000 ვერ გავიგე და მე თქვი ხარყო 75,000 მოვიგე. ზად გავჩერდი რაღაც სოფელია. ისიც არ ვიცი, სად ვარ, ავსტრიაში ვარ, ჩეხეთში ვარ, ისევ სლოვაკეთში ვარ, ნუ სადღაც გავჩერდი და გასაკეთებელი საჭმელები ვიყიდე რა, რაღაცა სტეიკები, რაღაც მოკლედ, ძალიან ბევრი გემრიელობები და ნერვები მეშლება ბიჭოს და 12 ევროსია, მე განახერთ რა რეებია, ხო, 32 ევროსია. წარმოგიდგენთ, ეს არ არის ყველაზე იაფიანი მარკეტი. კატასტროფულ ძულას აპირებს და რაღაცა საპარკინგი ადგილი ვნახე, მაგიდით. მე ხა ვიშებზარეულებ აქ, შევჭა, მე ხა გემრიელობებს, თან ცივა, თანაც ზემოვალ და ასე შემდეგ ცხელსაჭმელს მივიღე. თუ кайხო. არა, მოდი ესე ვილაპარაკოთ რა. 30 დავაბანდე. 6 ევრო მოვიგე. 6 ევრო რამდენია? სადღაც 20 ლარია. 20 ლარი რა ვერ გავიგე. რა ცოტაა? რა საღადაო კუშია 20 ლარი? ბაპატიეთ, არა უშავს. გზა გავაგრძელე, გადავედი, მე მგონი არ მახსოვს ავსტრიაში და მარკეტში შევედი, იმიტომ რომ საჭმელი იყო საყიდელი ძალიან მშიოდა. მოგესალმებით კულინარი ჟორიკას ამბავში. ესეთი იდეა მაქვს რა, მინდა თან კვერცხი მოვიხარშო და თან მინდა რომ ბრინჯიც მოვხარშო. პაკეტის ბრინჯი ვიყიდე, იმიტომ რომ მარტივი მოსახარშია, ძალიან საკაიფო ფასები იყო. და ნერვები მეშლება, ბრინჯი, კვერცხი, ნუ ზეთი თავისთავად, მოცარელა. აი ეს 3 ცალი სტეიკი, რომელიც ახლა უნდა შევიწვა. აი ეს სოსისები. პესტო, რომელიც ძალიან მიყვარს. პურები, სუნელები. რაღაცა სკანდინავიური соуსია, არ ვიცი რა არის, მაგრამ ეს. და კიდე რაღაცა დერსკი ანჩოუსები. ასევე 5 ცალი რიტერ სპორტის შოკოლადი. 5 ცალი რიტერ სპორტის შოკოლადი, მეგობრებო და ყინულის დიდი პაჭკა. ნუ აი რა გითხრათ, კაროჩე რა. როგორ არ მომეშალოს ახლა ნერვები, მაგის დედავატირე 20 და რაღაცა აღარ მახსოვს, რაღაცა ევრო იყო რა. რავი, მენა მთელი მაგიდის ოკუპაცია გავაკეთე, ხალხი როგორ მიყურებს, ამაში ხო არა აქო. სამივე სტეიკი მინდა შევიწვა. რასაც შევჭამ, რასაც არა და გავპარკავ. წინასწარ გავამზადოთ ეს ამბავი, შესაწვავი.
€2.32 დამიჯდა. გასაგებია რომ შეიძლება ძალიან დიდები ნაღდათ არ არის, მაგრამ ერთი კაცი ზახოდისთვის 3 დამარინადებული ხორცისთვის, კარგი რა, შეხედე просто. როგორ არ მომეშალოს ეხა ნერვები, მაგის დედავატირე. უკეთესი მინდა, ჩემი ქვეყნისთვის მინდა უკეთესი და იმიტომ ერთი კი არაფერი. ეს ძალიან დერსკი ჩანგლებია რა, კეთდება ასაღებათაც და იმიტომ მიყვარს. так, ოღონდ ერთი ესეთი ნაჭერი ხო არის? ეს რას იშიშხინებს შენ ხარ ჩემი ბატონო. მეორე არის ესეთი, თან სხვადასხვა მარინადებშია იდეაში. მესამე არც კი ეტევა. ამიტომ მოდი შევინახავ მესამეს. მაცივარი მაქვს და შევინახავ. ვერცხი ორივე მოხარშული ამოვიღე, ბრინჯიც იდეაში მზად არის. აქვე ონკანი არის. ეხა ამას გამოვავლებ, თებშად გამოვიყენებ და ამებს დავდგავ შესაწვავად. ეყოფა ამას? კი, ამას ეყოფა. так, ავიღოთ ეს და დავდგათ ეს. და ცოტა მოცარელა ჩიგნით. ყველაფერიც მზად არის. ეს გავასენდვიჩე. ძალიან კლასია. ეხლა ეს საჭმელი მეყოფა ერთი მინიმუმ დღეს ხვალ და ზეგ. ასე რომ თან ეკონომიაც გამოვიდა. შევჭამ და გავაგზავნოთ გზა. გენიალური შებზარეულობის მერე, როგორც ნახეთ, მივირთვი გემრიელა და ღამე გადავედი ჩეხეთში. ძალიან უცნაური გზა გავიარე. ძალიან, ეგეთი შეშინებული არ ყოფილა არასოდეს. ეს გზა იყო ალბათ რაც კი ოდესმე ღამე მივლია ტურნეში და არა მარტო ტურნეში ყველაზე საშიში გზა, ცოტა ვერ ხვდებოდი მეფი ატრაკებდა თუ არ ატრაკებდა. აი როგორი გზა იყო იცი? დაახლოებით 1 საათის მანძილზე არც ერთი შემხედრი მანქანა, არც ერთი ლამპიონი. გზა ძალიან წვრილი, ძალიან წვრილი. ერთი 3-4 ჯერ რელსებზე გადავიდა, არ ხუმრობ ხალხო, რელსებზე დავდიოდი. შუაში ბეტონი ესხა და ფიქრობდა, ეხა ან წინიდან რო გამოვიდეს მატარებელი, ან უკრიდან გამოვიდეს რაჯანდაბოქრა, მე ისე გზაზე გადადიოდა. მოკლედ აი სადღაც მიკარგულ ადგილებში ვიარე და შევედი როგორც იქნა აი ამ ქალაქში. ღამის 3 საათია. ჩამოვედი ჩეხეთის ალბათ ყველაზე მისტიურ და მიკარგულ ქალაქში, რომელიც ვერც წარმოიდგენთ სად არის ქალაქი. ცარი, ჯერ ერთი მოტოსაც დავაყენო, არ ვიცი, მაგრამ სასტუმროში არავინ არ მიიღებს კარს. იმედია დავბინავდები და მოტოსტოვებ აი აქ, იმიტომ ლამაზია ერთსული მაგათენდები. ფიზიკურად ადგილი არ არის, რა სადმერო დატოვო, სუქაფენილია მთელი ქალაქი. ვაფშე ხო ჩავკეტე ყველაფერი. მეთებიდანაც ამოვიღე. ბიჭო რა სტრანი ადგილია ცხოვრებაში, მსგავსი არაფერი არ მინახავს. კარი გავავალი, კოდით ყოფილი. просто შეხედეთ სადავოsi. რასმები გამოტყობილია.
ასტრანის ასტროვაჩი. ბიჭო, სად არ მიძინია, სად არ ყოფილვარ, მაგრამ ესეთი უცნაური ადგილი. პირველად. ძალიან უცნაურია და მისტიურია. ცოტა მისი ვაიბები მოაქცი სტივენ კინგის და ტიმ ბარტონის ერთად. გამგებ მაგაიგოს. შო დავიძინე რომ ყველმთელი დღე აქ ვარ ყველაც აგვჩები რომ განახოთ ეს სილამაზე და მე თვითონაც ვნახო. დავიძინე ვაი ვაგლახი დღამე რაღაცა უცნაური ხმები იყო. ძალიან უცნაური ხმები იყო. არ ვიცი, ჩემს გვერდზე ოთახში ჟიმაობდნენ თუ სული ცდილობდა შემოსვლას და ვერ შემოდიოდა თუ აი ეს მარილი რო ეყარა შემოსასვლელში ზოლად რამეს ნიშნავდა. არ ვიცი, მაგრამ გავიღვიძე აი ამ საოცრებაში. დილის 9 საათია, გამოვედი და მოდი ესე გეტყვით. ყველაზე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მთელი ტურნეს განმავლობაში. ხო, ბევრი სილამაზე ვნახე, ხო, ბევრი რაღაც ვნახე, მაგრამ ეს არ ვიცი რა შევადარო. დაახლოებით როგორი ვაიბია, იცი? პირველ სერიაში ჰარი პოტერის გახსოვთ, კედელს რო გაუღებს ჰაგრიდი და სავაჭრო ქუჩაზე რო გადაიყვანს რა, სადაც საერთოდ სხვა სამყარო არის. ჯოხები იყიდება, რაღაცა ტკბილეულები იყიდება. აი, ზუსტად ეგეთი ქალაქია. ერთადერთი აი რაც კი მინახავს ქალაქები, რასაც შეიძლება შევადარო, არის ედინბურგი. აი რაღაცით გავს ედინბურგს შოტლანდიაში. დაკლაკნილი მდინარის გარშემო არის გაწყობილი მთელი ქალაქი. მე ვარ ტკბილის მონა. მართლა ვაგონთ, ანუ ყველაზე მეტად ტკბილეული მიყვარს. თუ ვინმე მკითხავს ცხოვრებაში სად გიჭამია ყველაზე გემრიელი ტკბილეულიო, ტოპ 5 ჩამოთვალე, ვეთქვით ტოპ 5 კი არა, ტოპ 3-ს გეტყვით ხო. და იმ 3-დან ერთ-ერთი აი ეს იქნება. ესეც ჩემი საუზმე. სახში გაკეთებული ვაშლის შტრუდელი და კაპუჩინო. გამოიყურება ფანტასტიკურად. დიდად არ ვარ ვაშლის სტრუდელების მოყვარული, მაგრამ რაც კი ცხოვრებაში მიჭამია, ამაზე გემრიელი ვაშლის სტრუდელი არასოდეს არ მიჭამია. ორმაგი უარყოფა იყო, არასოდეს მიჭამია.
ვიზუალი 10, ტექსტურა 10, გემო 10, ყველაფერი ერთად 10. ფასი 5 ევრო და 20 ცენტი. просто შედევრია. ახლა კი თქვენ ნახავთ მსოფლიო რეკორდს. ეს არის მსოფლიო რეკორდი, როგორ უნდა დაათვალიერო გოთიკური ტაძარი 43 წამში. მაშასადაბე გაემზადეთ, მოემზადეთ, აბა თქვენ იცით და უყურეთ. მოასწარით, დიახ, წინ გაიხედეთ, ეხლა ორ ღანს შეხედეთ, აი ხოლამაზია, აი ხა მოვიდა ვიღაცა ჩემთან და მითხრა, გაეთრი აქედან აგადაღება არ შეიძლებაო. რეკორდ დამყარებული ბრუნდები უკან. როგორც ხედავთ, ეს იყო ყველაზე ხანმოკლე ექსკურსია გოთიკურ ტაძარში. დაახლოებით 45 წამი გაგრძელდა, სანამ კამერა დამინახეს და მითხრეს გაეთრი აქედან, მაგრამ არა უშავს. აი ეს ცენტრალური ციხესიმაგრეები, რომელიც დრონის კადრებში ჩანდა, ეს არის ერთგვარი მუზეუმები, სადაც თავმოყრილია, ჩეხური იარაღი, ბაროკო, როკოკოს რაღაცა ჭურჭელი, მათი წმინდანი, ცოცხლად რაღაცა ის არის რა, ცხედარი არის კიდე შუშაში ჩასმული. მოკლედ, ძალიან ლამაზი იყო, გადავწყვიტე დამეთვალიერებინა და თან სულ ზემოთ ავსულიყავი, კიბეებია უზარ-მაზარი. ლამაზია. დამწვიმა მაი რაღაცა რომანტიზმი შეძინა ამ ყველაფერზე თან. ერთფეროვანი გახადა. იმ ხიც რო გადახვალთ, იქ ცხოვრობდნენ. აქ რა ჩავა ხო? რა კიდე შევდივარ აი ამ ცენტრალურ ძველი სასახლეში. აღმართებმა და დაამბრიდა ბიჭო.
თევიღალე დაუბერდი გას. სადღაა ჟორიკას ამდენი ძალა და ღონე. აქ გადავირიეთქო. ეგეთი არაფერი აღარ არის. რაღაცა არის. და ქალაქზე გადასახედებია. იდეაში ციხესიმაგრეები ორი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ნახე, დანარჩენი უკვე ქუჩებში ხდება სილამაზე. ტრადიციული რუბრიკა მაგნიტის წაღება. მოდი ხა ავარჩიოთ რამე მაგნიტი. აქეთაც ბევრია. Так. ერთ-ერთ ავარჩევ აქედან. იმდენად შორს არის ეს ქალაქი. იმდენად მოწყვეტილია, გეუბნებით ეგ უშინ 1 საათი ვიარე. აი ეგეთი შეშინებული არ ყოფილა, რა გზები იყო, სად იყო, რანაირად ვიარე, მოკლედ. იმდენად შორსაა, რომ ეჭვმეპარება, რომ ბევრი ქართველი იყოს ნამყოფი. ოღონდ მართლა. არ ვიკვეხნი, მაგრამ ნუ აი რატომღაც ეგ შტაბ-შტილობა მრჩება, რომ ქართველი შეიძლება 1-2 იყოს ნამყოფი მხოლოდ და მხოლოდ. Darling, just dive right in and follow my lead. Well, I found a girl beautiful. არ მახსოვს, მე მგონი არისტოტელემ თქვა თუ სოკრატმა შეიძლება მეშლება და საერთოდ ვიღაცა სხვა ადამიანის სიტყვებია, მაგრამ თქმულა რომ როდესაც მუზეუმს დაათვალიერებ, აუცილებლად გემრიელი საჭმელი უნდა გაღერძო. ბევრი ბოდიალის მერე წვიმაში ტრადიციული შეჩერება, აკაურობის ესეთი აუთენტური კაფე არის. ისე არ ვჭამ ხოლმე, რა ძირითადად გავიკითხავ, სად რა არის გემრიელი, როგორი არის რაღაცა და მირჩიეს რომ რა გინდაო, მე ვთქარი მოხორცო რაღაცა შეიძლება ადგილობრივი ხორცებით ბურგერი ან რაღაცა თქო და ძალიან გემრიელი არისო, წყალთანო რაღაცა კაფე რო არისო მანდო რა. მოვედი, შეუკვეთე ბურგერი და კოკა-კოლა. ბროვო, ვინ არის ამისი ბრო, ბიჭო, ვინ არის ამისი ბრო. რაღაცნაირი ქალაქია რა. დაახლოებით ალბათ ერთ 3-4 დღეში აქ რო იყო გაგიჟდები. ძირთად სუ ტურისტები არიან. ღამე რო ჩამოვედი, ხო ნახეთ რაც იყო რა, ანუ კაცი შვილი არისო. შესაბამისად აი ცოტა ისა აქ რა, ცოტა ფსიქოდელია აქ და ცოტა შეიძლება რაღაცა გაგიჟოს მაგ პონჩი რა. აი მომიტანა. Thank you very much. რა ლამაზია. Არჩი რაღაცა ხორცებია გადმოკიდებული და ამბები. რამხელა დედაძაღლი. თავის ის აქ დაბეგვილი ხორცები აქ, დაბრაწული პური აქ. ნახოთ. აუ, ასტრანია. აუ, ძალიან გემრიელი, ოღონდ ძალიან არაბურგერულია. ნახეთ როგორი ხორცი აქ და ძეძგილი. ჩაკლასნა. მოკლედ. თვითონ ბურგერს 10-დან 8, გარემო 10-დან 8. საერთო ვაიბს 10-დან 9. ამას ეხა ბოლომდე გავღერძავ. ვიმეორებ ძალიან პატარა, ძალიან საყვარელი ქალაქია და ეს ემოცია რომ მოგწონს იქ რჩება, მაგრამ მალე ამოწურავ, იმიტომ რომ მალეც არ ერდება ეს ქალაქი, ანუ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. და მე მაქვს ფანტასტიკური თეზისი, სადმე რო ჩავდივარ ხოლმე და ეხა ნახავთ აი ამ თეზისს. თეზის კი არა, სლოგანს, თუ რავი, რა ჯანდაბაც გინდათ. ჰეი, თვით შემართება თუ რაღაცა ეგ არის. Far from all the things I left behind, I hear the call of restless skies, the dreams I couldn't chase, the moments I can face. The streets unfold into the night, and woven dreams escape my sight. The winds hum through the pines. ზეთი დევიზი მაქვს ხოლმე ქალაქში არის და ქალაქში შემოგთავაზებს კონტენტს. ჩემიდეთ შეხედეთ. ჯერ დავიკარგეთ, დავიწყოთ ვაკე და ხუიოს და იცადა ვარ.
მერე 30 მეტრია ეს ქალაქი. გავიგე რომ 30-ი ძალიან ლამაზია, მაგრამ ვიღაცა ყვირის იქ ჭუბობენ მაინც და ვაცა ჭუბს მაინც შევესწრო რაღაცა მომხვდეს ან მოვარტყა. ხო 20 რაღაცა იყოს, თორე ეს თეზისი არ ჭრის რომ გამოდი და ქალაქი შემოგთავაზე, ეხა არ გაჭრა. მართლა არა. ეხა სიმღერა შეერიგდნენ. წეგა ღრიალი იყო, ეხა სიმღერა შეერიგდნენ. ეხა თუ დაიწყოს მერე ნახე შენ. სუპერ, კაი ფინალი იქნება. უიდე და კოლეგებს მივაგენი სპექტაკლია. Jezus Maria! Is de boetje openen! Jezus, aus! Jezus, Rikla, hier! Aus! Jezus, lekker! ხომი. ცოტა გამოძრავდი და კონტენტი თვითონ მოგძებნის. ხაუყურებდი და მომენატრაჟ. ამდენი ხანია სპექტაკლი არ მითამაშია და ხუი ვაზნაით კიდე როდის ვითამაშებ. ეს პატარა, მაგრამ ძალიან საყვარელი ქალაქი მარად დაილექება ჩემს მეხსიერებაში. სახში წავედი, გამოვიცვალე, რაღაცეები გასარეცხი იყო, გავაშრე, მივაშრე, მოვაშრე, ოჯახს დაურეკე, ველაპარაკე, თან საჭმელს ვაკეთებდი და ვემზადებოდი მეორე დღისათვის, რომ გზა გამიგრძელებინა. გზა გავაგრძელე, მივემართებოდი რუმინეთისაკენ, გაჩერებები აღარ მინდოდა, იმიტომ რომ ჯერ-ერთი ძალიან გადაღლილი ვიყავი, ბიუჯეტიც ძალიან შემცირებული იყო და ერთადერთი რაც მინდოდა იმ მესამე ლოკაციაზე ჩამეღწია, რომელიც რუმინეთის მთებში იყო და არსად არ ვჩერდებოდი, თუმცა სადღაც ისე რომ გაჩერდები რა, რაღაცა რომ გინდა ჭამო, სადღაც გავჩერდი და უცებ დავინახე ჯარისკაცი მოდიოდა, ახალგაზრდა და სიგარეტი მთხოვა და მეც გავუჩერდი. Shaking her butt, drinking moonshine till the sun comes up. Well, I think I might just throw up. Honey, honey, don't play games with me. I ain't here to just look pretty. I got dirt and blood running through my veins. No, I ain't easy. I'm gonna put on my lipstick, lace up my boots. This ain't no picnic. Got things to do. So tell me what's your name? My name is Patrick. Patrick. George Patrick. Hey. Nice to meet you, George. You are in army? Yeah. What you're doing in city? I'm living here. Ah, you're living here? Yeah, I'm coming from the duty, you know. No. So underslept, and because I had a night shift. Yeah? And I was securing an object. Uh-huh. What object? A bank. Ah, it's a small town, yeah? In a Budweis. Have you been there? No, I was there. Cheshki Kremlov, very nice. Yeah, it's beautiful. It's beautiful. Yeah, it's a beautiful town. Very beautiful town. Yeah. Now I'm going Budapest, in Hungary. Yeah. Hey, what if I take my helmet and I will go with you? Where? Okay. Never mind. At least I tried, right? Yeah. You driving bike? Yeah. Really? I'm racing on a cross bike. Wow, cool. How old are you? 20. 20? Yeah. Oh, you're so little, brother. You're so little. I can't do much with it, you know. How old
you think? How old I am? Give me some close number. Middle 30. Middle. Near. 25? Really? I look like 25? Yeah. Wow, it's a compliment. Thank you, brother. I'm 40. No way. I swear to God. You could be my dad, you know? But hey, am I true, right? Yeah. I have son, but he's 3 years old. He's a little guy. Okay. You're too young, brother. Whole life is just beginning. Yeah. What with your hand? I fell off the bike. Me too. Yeah. Yeah. With it? Yeah, with it. Here is too. Yeah. Are you okay though? Yeah. Everything is fine. But thank you for the donut. You're welcome, brother. We call it goblet. It's very, very tasty. Thank you. You're welcome, brother. You're welcome. Oh my god. Stomp on it. Ah, it's metal, yeah? Yeah. I have the same. Yeah. Okay, brother. I gotta go. Yeah. Thank you very much. You're welcome, brother. Here, take one too. On the road. Okay. Nice to see you. Nice to see you. too. Good luck, brother. Good luck. You have Instagram. Yeah, I have Instagram. Will you follow me because I don't have my phone, and I will follow you back. Okay. 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 I will follow you from there. In September, you see this trip. Yeah. 3 video. Am I going to be in it? Of course. Yeah. Okay. If you want. If you don't want, I can cut it. If you want, I will put it. Yeah. Of course I do. Deal, brother. Enjoy your trip. Thank you, brother. Good luck. Hey, I will salute you. Oh, thank you. Thank you, my man. Thank you. Good luck. You're welcome. ძალიან საყვარელი კაცი იყო, აი უსაყვარლესი კაცი. Brother, if you are watching this video, hello, my soldier friend. I hope you are doing good. Your arm is feeling great. Hello from Georgia, brother. Hello from Georgia. მოკლედ, დავემშვიდობე ამ საყვარელ კაცს და გავაგრძელე გზა, თუმცა მოტოს რაღაცა პატარა ექსცას დაემართა. ლეობაში გავიჩითე აი ეს მოკანჩალავ და აი ესე ქანაობს აი ვერავფრით ვერ გავიგე ეს გადაჭერილია იდეაში ეს თითქოს ეს მოჭერილია რა ჯანდა ბაჭკოს ბიჭო ერთადერთი გამოსავალი არის Мушкам конდეს სირებული ესე სურა კვერცხი ვარჩი
ეგეთი დისკომფორტები გზაში ხდება ხოლმე, ის ხამუთები რო არის პლასმასის ეგვიყიდე და ის დამემატა რომ ყოველი გაჩერების და გაშლის და დაკეცვის მერე ხელით ვიხრებოდი და ვკრავდი ხოლმე ეგრე ჩამოვედი თბილისამდე. მერე ბიჭებმა გარაჟი 31-ში მომიხოდეს უცებ. მოკლედ, გადავედი რუმინეთში და მივადექი იმ თავარი ლოკაციის რაღაც აღმართებს მთის დასაწყისში, რომელიც ყველაზე მეტად მინდოდა რომ მენახა და ძალიან ციოდა ხალხო, კატასტროფულად ციოდა, ანუ ეს არის ის მესამე ლოკაცია, რის გამოც წამოვედი ტურნეში, სულ ეს 3 ლოკაცია იყო ჩაფიქრებული. ამ გზას ქვია ტრანსფაგარასან რაღაცა ესეთი სახელი აქვს. BBC-ს რავი, Top Gear-ის და სოფლიოს საუკეთესო წამყვანი ტიპების აზრით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გზა სოფლიოში, თუ ყველაზე ლამაზი გზა არა. ჯერ არ მივსულ ვარ იქ, აი ესე იწყება რა, აი სუტყეებში ამოვდივარ და ნახოთ ერთი რა ის BBC და Top Gear-ი და ამბავი, ბიჭო, ვარდოსარიძე როგორც იტყვის მასტე იქნება. ბაცა შესვენება, იმიტომ რომ მივხვდი რომ ძალიან ცივა და თან აჩვენებს რომ ის არის რა ქვია რუქაზე აჩვენებს რომ თოვლია მე კიდე არა თოვლისთვის შესაბამისად ვარ გამოწყობილი გაჩიფსიკაია აქ შეიძლება და თქვენი სნეკების რეკლამა ყოფილიყო მარა ნახევარი გზა ავიარე და რაღაცა გასაჩერებელი ადგილი ვითაა გავჩერდი, იმიტომ რომ საოცარი ხედი იშლებოდა, უკან ღრუბლები იყო და ხვდებოდი რომ იმის ზემოთ უნდა ავსულიყავი, მინდოდა დრონი ამეფრინა და ეს სილამაზე თქვენთვის მეჩვენებინა. და როგორც იქნა ავაღწიე აი ამ ბოლო წერტილში მოტო დაავპარკინგე გადმოვედი რატოღაც ველოდი რომ ცოტა ხალხი იქნებოდა მაგრამ აღმოჩნდა რომ რაღაცა ფესტივალი იყო თუ რაღაცა ჯანდაბა ხდებოდა Red Bull-ის გულაობა იყო აქეთიკინ და ძალიან ბევრი ხალხი იყო და გადმოვედი და დავიწყე დათვალიერება მოკლედ ალბათ პოსტფაქტუმ ეხა რო ვაფასებ თვითონ გარემო ტურნე განწყობა ყველაფერი თავისაშვება მაგრამ ეს იყო საოცარი ადგილი მართლა უნიკალური ადგილი, რომელიც აი ეცადე რომ თქვენთვისაც მეჩვენებინა. სულ ზემოთ ამოვედი და რაღაცა ფესტივალის ვაიბი აქვს, არ ვიცი, შეიძლება რაღაც ხდება რა. აქ ნახე რა ხდება ეს. აუ, რასუნია, იცი ხორცის, აი დედა როგორი მწვადების და ხორცის სუნი არის. ყველას თავისი პატარა სიხარული აქვს, ვიღაცა ჰაიკერები ფეხით ამოვიდნენ, ვიღაცა ჯიგრები ველოსიპედით ამოვიდნენ,
ვიღაცები საგულაოდ ამოვიდნენ. აქეთ ულამაზესი ტბა არის. ბევრი ძალიან ლამაზი ადგილი მინახავს, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ესეც საოცარ ადგილებში ხვდები, რომ ღირდა ტრაკის აწევა და ტურნეში წამოსვლა. მესამე ლოკაცია ეს არის. რისი ნახვაც მინდოდა და რისი ჩვენებაც მინდოდა თქვენთვის. ალბათ დამსახურებულად ეკუთვნის, რავი, BBC თუ რაც არის, Top Gear თუ ვიღაცები რო ამბობენ, რომ საუკეთესო გზა არისო. ნუ ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილადაა და ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური. რომელი საათია თან? ლაგი, ინტერნეტი, ხა სამი ხაზი დავინახე და მადლობა ჩემ მეგობრებს ლაგის, იმიტომ რომ მათ გარეშე თითქმის არ გამოვიდოდა ეს ტურნე. ერთადერთი სპონსორები ხართ. საერთოდ 3 წელია ჩემთან ერთად ხართ და ამისთვის დიდი მადლობა. ხოლო ვინც მოგზაურები ხართ, ან აპირებთ მოგზაურობას ჩემო ოქროებო, გჭირდებათ ინტერნეტი, ეს ხო 100%-იანი ამბავია. ფანტასტიკური ხარისხი. აქაც იჭერს და ზემოთ რო ავიდე დარწმუნებული ვარ, იქაც დაიჭერს. არავით არის როუმინგები, მე გულიმითო ზარები იქ რაღაც SMS-ები, ამბები უმარტივესი დასაყენებელია და თან კიდე კარგი ტარიფებია რა. ლოკალური, არალოკალური, ევროპა მთლიანად რაც გაგისწორდებათ. ასე რომ აღწერაში ლინკი იქნება, თუ თქვენს აპირებთ რომ იმოგზაუროთ და ინტერნეტები დაგჭირდებათ, გახდით ლაგის არმიის წევრი, როგორც მე. ეხლა მე დრონს ააბაფრენ. სამივე წერტილი, სამივე მისია შესრულებული იყო, დრო იყო სახლისაკენ ამეღო გეზი, დავიძარი, გადავკვეთე მთლიანი რუმინეთი, გადავკვეთე ბულგარეთი, ღამე შევედი თურქეთში, მიუყვებოდი გზას და ნუ რიგითი ძილის ამბავი იყო. I done 10,000 kilometers. 10,000 kilometers. Yeah, from Georgia, Austria, and again Georgia. A lot of traveling. Yeah. Have a good day. Thank you, you too.
კინა გაღადაოთ. თურქეთში გადმოვედი და ისეთ ადგილას ვარ, რომ არაფერი სასტუმრო არაა და უკვე ძალიან ვიყინები რა. ძალიან მცირე და კარვისთვის გასაბერლეები არ მაქვს რა ის რაც დავითრი ისიც გაიდირკა და კაროჩი რაღაცა მაღაზია გაიჩნდა. გურგუზურთურზურ შევედი რა და რამე მეთქი გასაბერი და მანქანის ხონდა და დავინახე საბანი. ერთი ღამისთვის ვიყიდე საბანი. შეამა შეხედეთ რა ძმაა ბიჭო. ეხა ეს როგორ წავიღო ეხა მე მივხვდი მაგას რომ ეს როგორ ვათრიო. ეხა სადმე აგებ მინდორშუნა ავაწყო და საბანი უნდა დავაგდო. ზატო გამოვძვერი იაფში. სასტუმროზე იაფში. ოდნა უფრო რბილზე ვიძინებ, ოდნა უფრო. უარესათაც ბზინებია, უკეთესათაც ბზინებია. ტრაკიაცია, ჟორიკო, ტრაკიაცია. 8 საათია. ესე კი ავიბარგე, მაგრამ ეხა აი ამას რა უყო. აი ხელა მონსტრს რა უყო. შევალი მტვიცა დავეტყვი რომ ბიძია, მე ხა აღარ მჭირდება, სულ ახალია რა, ერთხელ მე დო ტრაკი და 1 ევროში ნახევარფაში დაიტოვებ და თუ დაიტოვებს ხო კაი, თუ არა და დავდებ სადმე. ვნახოთ. Hello brother. I bought it tonight. You don't need it? I just bought it tonight. No? Sure? 300? No? System problem. ეს იყო ბოლო დისკომფორტი ძილი. გაუჩერებლივ წამოვედი რეკორდების დამყარების თავი ნაღდათ არ მქონდა. წინა ტურნეს რეკორდი იყო 1 დღეში 1420, მაგრამ ნუ რაღაცა ნელი სიარულებით, გაჩერებებით უფრო ნაკლები გამოვიდა. ჩამოვედი ჩემს სამშობლოში. დაღლილი, დაკაცული, ბენზური ღამე მოვედი კამთენიის სახლში. არ დავიწყებ ახლა იმის ჩვენებას, ამოლაგებები რაღაცები. მოკლედ, აი ეს იყო 2025 წლის ტურნე. რავი, მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით, ჩემო ოქროებო. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. ჩემი ეს ბოდიალი, ჩემი ეს მინი თავგადასავლები, ძირითადად საკუთარ თავთან რაღაცეების უფრო მტკიცებაა ხოლმე ეს ტურნე, ვიდრე თქვენთვის რაღაცა განსაკუთრებული გაკეთება. უფრო ჩემი თავისისაა რა, კი მორიგი ის რაღაცა ბზიჩკის დასმა. მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით, მევასებით, მიყვარხართ. თქვენს გარეშე ამ ყველაფერს აზრი არ ექნებოდა. უღრმესი მადლობა კომპანიებს, კიდევ ერთხელ ვიძახი გარაჟი 31, M Custom Parts, ლაგი. უღრმესი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით. თქვენ კი გპირდებით რომ ამ ზაფხულამდე უფრო საინტერესო რაღაცეებს შემოგთავაზებთ. უკვე ორიენტირებულს არა მარტო ჩემს ბზიჩკაზე, არამედ თქვენს სხვანაირ გართობაზე. ეხა სერიალიც ბოლოში გავა და ამ ყველაფერს ნელ-ნელა დავაანონსებ. ტრადიციულად გეტყვით რომ კოცნით კისერში, ბევრი იმოგზაურეთ, თუ არხი გამოწერილი არა გაქვთ.
გამოიწერეთ ლაიქი, კომენტარი, გამახარებთ, მეტი мотиваცია, მეტი ტრაკი მექნება რაღაცეები ვაკეთო. თქვენ იცით. აქ გაგოცეთ.